სანდრო გირგულიანის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად ევროსასამართლოში საქმის განხილვის მოულოდნელ გადადებაზე მსჯელობენ. სტრასბურგში 2 თებერვალს დანიშნული პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ევროსასამართლოში ქართულმა მოსამართლემ საქმე თავიდან აიცილა. საქმეზე ირინა ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ მოსამართლე ნონა წოწორია 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა უარი მხოლოდ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა. Უნჯობესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნონას საცილება განეცხადებინა ადრეულ ეტაპებზე. მთავრობას მიეცა ერთკვირიანი ვადა ახალი მოსამართლის წარსადგენად, მაგრამ ერთ კვირაში არ იქნა წარდგენილი ახალი მოსამართლე და საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მაქსიმუმი რეგლამენტით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა. ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე ნონა წოწორია საქართველოშიც გირგულიანის საქმის განხილვაში იყო ჩართული. სანდრო გირგულიანის ბიძას გოგი ენუქიძეს ის ფაქტი აეჭვებს, რომ მოსამართლემ საქმე თავიდანვე არ აიცილა. ხელისუფლების მიერ ამ პროცესის თქვათ დროში გაწელვა ალბათ რაღაცა მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ალბათ მათ უნდათ რომ ეს მერის არჩევნები ჩატარდეს და მხოლოდ ამის მერე ჩატარდეს ეს პროცესი. ნონა წოწორიას აცილებისა და ახალი მოსამართლის წარდგენის შესახებ იუსტიციის სამინისტროში მხოლოდ მოკლე განმარტებას აკეთებენ. ოფიციალურ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, თუ რა მიზეზით თქვა უარი მოსამართლემ, რომელმაც ამ საქმის ყველა დეტალი იცოდა. მიზეზები, რის გამოც მოსამართლემ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება ევროსასამართლოს არ უცნობებია, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შიდა რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას და იგი მთავრობაზე არ არის დამოკიდებული. ევროსასამართლო 12 თებერვალამდე მისცა მთავრობას ვადა, რომ წარადგინოს ad-hoc მოსამართლე, ანუ მოსამართლე, რომელიც კონკრეტულად ამ საქმის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. ევროსასამართლოში მოსამართლის სავარძელი ნონა წოწორიამ 2008 წელს დაიკავა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეფექტური განხორციელების პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდეს სრულფასოვნად. სანდრო გირგულიანის გახმაურებული საქმე საქართველოს სამივე სასამართლო ინსტანციაშია განხილული. ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი კი დღემდე მიიჩნევს, რომ დამნაშავეები არ დაუსჯიათ. თუ დადგინდა მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევა გირგულიანის მიმართ, ეს შეიძლება ჩვენს მიერ გამოყენებული იქნეს როგორც ახალი არსებითი გარემოება იმისათვის, რომ უკვე ადგილობრივ სამართალ-წარმოებაში მოვითხოვოთ ახალი გარემოებით საქმის ხელახალი განხილვა. ახალი მოსამართლის წარსადგენად საქართველოს ხელისუფლებას ვადა 12 თებერვლამდე აქვს. მოსალოდნელი ხანგრძლივი პროცედურების გამო ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება რამდენიმეჯერ გადადებული სასამართლოს ხდომა.